როგორ მთავრდება ქართული ხალხური ზღაპრები? არის ბევრი ამბავი, გასაჭირი, გამარჯვება, მარცხი, ტკივილი, სასწაული, შემწე, მავნებელი, შემდეგ და შემდეგ. ბოლოს მთავრდება, დამთავრდა, ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად. კაცი შვილს არ აინტერესებს. რა არის ეს დიდხანს და ბედნიერება ცხოვრება? იმიტომ რომ ეს შეიძლება არც არსებობს და რომც არსებობდეს, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. იმიტომ რომ ლიტერატურაც და ადამიანიც არის ის, რომელსაც ტკივა იმარჯვებს, მარცხდება, არის ნაკლული, არის უმადური, არის შურიანი, არის კეთილი, არის ყველაფერი, რაც მოძრაობას გულისხმობს და არა იმას, რაზეც ლიტერატურა აღარ ლაპარაკობს.